ცხადია, რომ ყადაღის გადაწყვეტილებას ექნება უმძიმესი გავლენა ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფუნქციონირებაზე. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ მათ არ ექნებათ საკუთარი რესურსების გამოყენების ან ფინანსური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა, რაც პრაქტიკულად სამართლებრივი სიკვდილია ამ ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ნამდვილად გქონდა ანგარიშებზე თანხა, რომელიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაზაფხულის ბოლომდე ჩვენს გუნდს ეფუნქციონირა და მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი სამუშაოები გაგვეწია, მათ შორის ჩვენ 60-მდე ადამიანის ინტერესებს ვიცავთ ევროპულ სასამართლოში, რომელიც პროტესტის დროს მათ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება. ამავდროულად ვიცავთ 30-მდე საჯარო მოხელეს მათი დისკრიმინაციული და უკანონო გათავისუფლების საქმეზე. ჩვენ ვცდილობდით, რომ მათ შორის ჩაგვეტარებინა არაერთი კვლევა, რომელიც მაგალითად საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას აღწევდა, ან აღწერდა იმას, თუ როგორი მომავალი გვინდა ჩვენ მოქალაქეებს და მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველი რას ფიქრობს ამ მომავალზე. ასევე დაგეგმილი იყო საზოგადოების კონსოლიდაციისკენ მიმართული დიალოგის შეხვედრები იმისთვის, რომ დეპოლარიზაციისთვის შეგვეწყო ხელი და უფრო მეტი საერთო მოგვეძიებინა ჩვენი საზოგადოების შიგნით. სამწუხაროდ, ამავდროულად ჩვენ აქტიურ მუშაობას ვეწეოდით შრომითი და გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის 2-ზე მეტი შრომელის ინტერესებს ვიცავთ სასამართლოში, ეს ჭიათურალ შრომელებს და მაღაროელებს უკავშირდება, რომლებიც უკანონო და თვითნებურად, უკანონო თვითნებური რეორგანიზაციის შედეგად სამსახურების გარეშე დარჩნენ. ვიცავდით იგივე აჭარაში ბათუმის მშენებლობის საკითხზე მუსლიმი თემის ინტერესებს 10,000-ობით მუსლიმის ინტერესს გამოხატავს ეს დავა და ჩვენ ახლა აქტიურ ფაზაში ვიყავით ამ დავის და კიდევ ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. სამწუხაროდ ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი უფლებადაცვითი საქმიანობა შეაჩეროს. ისინი მიზანმიმართულად იყენებენ სხვადასხვა კანონებს ჩვენს წინააღმდეგ, თავიდან 4 კანონის საფუძველზე მოითხოვეს ესე იგი ყველა ინფორმაციის გაცემა ორგანიზაციის მხრიდან, მე სრულიად ახალი ფარას კანონის საფუძველზე უკვე ჩვენი წინააღმდეგ ინსპექტორების პროცესი დაიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ და სავარაუდო უცხო პრინციპალის აგენტის სტატუსის მონიჭებაზე მსჯელობდნენ და მოულოდნელად ახლა უკვე მესამე სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენეს, ხო და სრულიად მოულოდნელად ესე იგი ამ საბოტაჟის გამოძიების ქვეშ ყადაღა დაადეს ჩვენს ქონებას. ამიტომ ჩვენ ხედავთ ერთი ორგანიზაციის მაგალითზეც კი, როგორ იყენებს რეჟიმი სხვადასხვა ინსტრუმენტებს, სხვადასხვა პროცედურებს, სხვადასხვა კანონებს იმისთვის, რომ მისი პარალიზება მოახდინოს და ჩამოართვას მას გაერთიანების თავისუფლება, ის რასაც დღეს ჩვენ ხედავთ, ეს არის გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების ჩამორთმევა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების განადგურება იმისთვის, რომ ჩვენ აღარ გქონდეს რესურსი დავიცვათ სხვა ადამიანების, სოციალური ჯგუფების ინტერესები და ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სოლიდარობისთვის. თუმცა ამ შეზღუდული კონტექსტის მიუხედავად ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს და გააგრძელებს მისი რესურსების ქვეშ ადამიანების მხარდაჭერას მოხალისეობრივად. ჩვენ არასდროს ყოფილვართ ამ ორგანიზაციებში რაიმე ინტერესისთვის, ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური ინტერესებისთვის. ჩვენი მიზანი მხოლოდ იყო მსახურება საზოგადოებრივი ინტერესების, ამიტომ მანამ სანამ ჩვენ გვაქვს ამისთვის საკმარისი თავისუფლება და პირში სული, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის.